მივესალმები საზოგადოებას. მე ადრეც განვაცხადე და კიდევ ვიტყვი, რომ როდესაც ამ საქმეში ჩავერთე, ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო ის, რომ დამესვა კითხვები იქ, სადაც გამოძიებამ დასვა წერტილი. ანუ წერტილი შემეცვალა კითხვის ნიშნით, ასე რომ ვთქვათ. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ თავარი ვერსია გურამ დადიანიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ გურამი ჩაიყოლა მეწყერმა და თუ გავეცნობით თუნდაც 12 წლის წინ თუ რაზე საუბრობდნენ 12 წლის წინ კი ბატონო, მიკროფონს გავასწორებთ, რომ გქონდეს იდეალური ხმა ამისთვის. ჩვენ ვესაუბრებით არიელ კაკაბაძეს, დადიანიძეების ოჯახის ადვოკატი უპასუხებს სწორედ ჩვენს კითხვებს და ის ილაპარაკებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქმეზე არის არაერთი კითხვა. მე შევეხეს იმ ინტერვიუს, რომელიც გავიდა პირველის ეთერში, ოქროს მოწმის პირველი ინტერვიუ, საჯაროდ პირდაპირ ეთერში ანიგელაში ამ ინტერვიუს მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, ამიტომაც ჩვენს კითხვებს უპასუხებს ახლად არიელ კაკაბაძე. ის ისაუბრებს სწორედ ამ საქმის ყველა გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ამ ჩვენებების გათვალისწინებითაც. ტარიელ გისმენთ, ახ გავაგრძელოთ საუბარი. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ საქმეზე არ იყო ჩატარებული ეფექტური გამოძიება. თავის დროზე არ ჩატარდა კომპლექსურად და ყოველხრივ საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ჩემი როგორც ადვოკატის მიზანი იყო დამესვა მაქსიმალურად ბევრი შეკითხვა და ის რაც ბევრ ადამიანს დადგენილად მიაჩნდა, ამ ყველაფერში დამეფიქსირებინა, რომ ეს ასე არ არის და ნამდვილად საეჭვო იყო ის გარემოებები, რა გარემოებებზეც თითქოს დადგენილად საუბრობდნენ. აი მაგალითად მეწყერის თემა. თუ ჩვენ გავეცნობით, თუ როგორ საუბრობდნენ მეწყერთან დაკავშირებით 12 წლის უკან თუნდაც სხვადასხვა პოსტებით, ან თუნდაც 3 წლის შემდეგ 2017 წელს სხვადასხვა პოსტებით და სხვადასხვა მეთოდებით, თუ როგორ აწვიდნენ დედას ინფორმაციებს, ჩვენ ნახავთ, რომ ყველა ამბობდა, რომ თითქოს ნამდვილად მეწყერი იყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების მიზეზი. თუმცა გამოკითხული პირები, ეს ერთგვაროვანი ჩვენებებია, ტარია. გამოკითხული პირები არ ამბობდნენ პირდაპირ, რომ მე დავინახე მეწყერმა როგორ ჩაიყოლა, თუმცა დედას ნამდვილად აწვდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ერთგვარი დასკვნა გააკეთეს გარკვეულმა პირებმა და მე ხვდები, რა თქმა უნდა, რომ ეს არის დაინტერესებული პირების მიერ გაჟღერებული ვერსია და ამას წარმატებით იმუშავა და როდესაც გაჟღერდა მეწყერის ვერსია, ჩაითვალა, რომ არანაირი დანაშაული არ არის ჩადენილი, შესაბამისად კითხვაზე პასუხი გაცემულია, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა გაგრძელდეს და საზოგადოების მიერაც უკვე აღარ מחვილდებოდა ყურადღება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და უკვე ნაკლები ადამიანი საუბრობდა გურამ დადიანიძის გაუჩინარებაზე. ამიტომ როგორც ეხან გითხარით, იქ სადაც წერტილი იყო დასმული, იქ უნდა დასმულიყო კითხვის ნიშანი წერტილის ნაცვლად და ეს იყო ჩემი მოვალეობა ამ საქმეში და ეს არის ჩემი მოვალეობა ამ საქმეში. და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო გადამოწმებულიყო ეფექტური სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო და გადამოწმებულიყო კარგად ის ტერიტორია, რა ტერიტორიაზეც გურამ დადიანიძე იმყოფებოდა, მაშინ როდესაც ის დაიკარგა. შესაბამისად გადამოწდა და მე მინდა ობიექტურობისთვის თქვენ და ყველანი საზოგადოება რა თქმა უნდა მიჩვეულია ჩემგან როგორც ადვოკატისგან კრიტიკას საგამოძიებო მოქმედებების მიმართ და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების მიმართ, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ ეს კონკრეტული სამძებრო ღონისძიება ნამდვილად ჩატარდა ეფექტურად და საკმაოდ კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით. და ნამდვილად შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ გამორიცხული არის მეწყერის ვერსია არ დადასტურდა. ახლა უკვე, როდესაც ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე დომინანტი ვერსია გამოირიცხა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უკვე სხვა ვერსიებთან დაკავშირებით და სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოსთან და გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა გამომძიებელთან, რომ სხვა ვერსიები შემოწმდეს და დადგინდეს რეალურად რა მოხდა.
რაც შეეხება ტარიელ ბუდისტი ამ სხვა ვერსია შესაძლოა რომ იყოს ერთ-ერთი ის რაც იყო ნახსენები ხო მონასტრის ვერსია წანის მიერ პარალელურად არ მიდიოდა ამ ვერსიებზე მუშაობა თქვენ რა იცით ამის შესახებ იმიტომ რომ ეს რადგან ეს ადამიანები ამბობდნენ რომ არავის არ უნახავს გარდაცვლილი ეს თავისთავად ამას უნდა მიეცა ბიძგიძიებისთვის რომ ყველა ვერსიაზე ემუშავა ხო მოგახსენებთ მე უკვე გითხარით და გარკვეულწილად გაგეცით პასუხი რომ დომინანტი ვერსია იყო მეწყერის ვერსია. ყველამ ჩათვალა რომ მეწყერმა ჩაიყოლა ეს ბავშვი და შესაბამისად ფაქტობრივად თითქმის შეწყდა მუშაობა ჭეშმარიტების დასადგენად, რეალობის დასადგენად და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. მე თავშივე მოგახსენეთ აღნიშნულის თაობაზე. ამიტომ, როდესაც რჩება სხვა ვერსიები, ყველა სხვა ვერსიას გადამოწმების შესწავლის გარეშე აქვს არსებობის უფლება. ნებისმიერ სხვა ვერსიას, მათ შორის გატაცების ვერსიასაც კი აქვს არსებობის უფლება და თუნდაც მონასტრის ვერსიასაც ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ამიტომ, სწორედ საგამოძიებო მოქმედებებით უნდა დადასტურდეს ეს ყველაფერი და რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ნამდვილად განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წელს გაიხსნა სამძებრო საქმე. მე მინდა რომ საზოგადოებას აუხსნა, რას ნიშნავს სამძებრო საქმე. სამძებრო საქმე, როდესაც იხსნება და ტარდება სამძებრო სამუშაოები, სამძებრო სამუშაოების მიზანი არის ის, რომ მაგალითად აღმოჩნდეს გვამი, მაგალითად იპოვო კონკრეტული პიროვნება და ასე შევნეთ. აწარმოო ძებნა, მაგრამ როდესაც იწყება გამოძიება კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლით და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროს მიზანი არის, რომ დადგინდეს რა მოხდა რეალურად, დადგინდეს არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, დადგინდეს ჭეშმარიტება და თუნდაც ის საკითხი თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე და 2017 წელს, ანუ 3 წლის შემდეგ არის დაწყებული გამოძიება კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლით. შესაბამისად, სწორედ ამის შემდეგ 2017 წელს ჩატარდა ნამდვილად სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ იყო ჩემი აზრით სრულყოფილი, ეს არ იყო ყოველმხრივი საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ დაიკარგა სიმართლე, შემდეგ უკვე შემოვიდა ძალიან დომინანტურად მეწყერის ვერსია და თითქოს გაჩერდა გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და მე ნამდვილად ვეთანხმები შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ძალიან ბევრი მოწმე გამოიკითხა ბოლო დღეებში და ბევრი რამ გაკეთდა. ანუ შემიძლია განმაცხადო, რომ 20 მოწმე ერთი თვის განმავლობაში, ხო ესე განმაცხადო, რომ რაც ბოლო დღეებში გაკეთდა, იმის ნახევარი არ გაკეთებულა მთელი 12 წლის განმავლობაში. იმის ნახევარი არ გაკეთებულა. მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი რომ გაკეთებულიყო პირველივე დღეებში, დამატებით სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარებაც აუცილებელი იყო და მე ამ საგამოძიებო მოქმედებებს შეგნებულად რა თქმა უნდა არ ვაჟღერებ, საქმეზე ძალიან ბევრ კითხვაზე უკვე პასუხი იქნებოდა გაცემული. და მე მინდა რომ ამ გამოფხიზლებისთვის და ამ ამუშავებისთვის, რასაც ვხედავ ბოლო დღეებში, ნამდვილად მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ბევრად მეტი არის გასაკეთებელი, ბევრად ეფექტური სამუშაოები არის ჩატარებული და მე პირადად როგორც ადვოკატი ნამდვილად არ გავჩერდები სანამ თავარ კითხვებს გარკვეული პასუხები არ გაეცემა მე სხვადასხვა ადამიანებთან ერთად, იმ გუნდთან ერთად, რომელ გუნდთან ერთადაც მე მუშაობ ამ საქმეზე, რა თქმა უნდა და ქალბატონ სოფიოსთან ერთად, გურამ დადიანიძის დედასთან ერთად ვიბრძოლებ, რომ როგორმე ჭეშმარიტება დადგინდეს. რაც შეეხება იმას, აქვე მინდა კითხვა, 12 წელი, ხო? 12 წელი გასული და თქვენ ამბობთ, რომ 3 წლის მერეა დაწყებული რეალური რასაც რეალური ძიების პროცესი ჰქონდა, ის ნიშნები არის 3 წლის შემდეგ. აი რატომ როგორ ფიქრობთ? ანუ ამ მეწყრის იდეამ, თქვათ, მთლიანად ასე თქვათ, ეს პროცესი დაჩრდილა და აღარ გახდა საჭირო თუ აი რასთან გვაქვს საქმე, ამაზე თქვენ გაქვთ პასუხი? 12 წელი სად იყო ძიება? 2014 წელს გაუჩინარდა გურამი. 2014 წელს. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი 17 წლით. არის დათარიღებული 2017 წლით. შესაბამისად, თუ გამოძიებას არ დაიწყებ, თუ მტკიცებულებებს არ გამოითხოვ განჩინებით და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება გასე დამაჯერებელი პასუხი კითხვას? რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე და არის თუ არა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. შეუძლებელი არის დამაჯერებელი პასუხების გაცემა. ამიტომ დაგვიანებული დაწყებული გამოძიების პირობებში, როდესაც შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები აღარ ტარდება 3 წლის შემდეგაც, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად იმის შანსიც არ არსებობდა, რომ
ამ კითხვებს პასუხი გაცემულიყო და სწორედ ამიტომ ამ მეწყერის ვერსიამ გაიმარჯვა, ასე რომ თქვა და ეს იყო დომინანტური ვერსია, როგორც მოგახსენეთ, თუმცა დღეის მდგომარეობით მეწყერის ვერსია უკვე გამორიცხული არის. ახლა მოდი ვისაუბროთ თუ რა დევს საქმეში. განმტკიცებულებები დევს საქმეში, წავიწიო წინ. ჩვენ ვიცით, რომ რამდენჯერმე არიან სხვადასხვა პირები გამოკითხული. არიან პირები გამოკითხული მაგალითად 2017-შიც, შემდეგაც არიან გამოკითხული. და ბოლო ერთ თვეშიც, ხო? და ბოლო ერთ თვეშიც არიან გამოკითხული. იცით რა არის საინტერესო? როგორ შეიძლება მხოლოდ მოწმეების გამოკითხვის ოქმებით დავადგინოთ ჭეშმარიტება უტყუარად, როდესაც აღნიშნული მოწმეების გამოკითხვის ოქმები შინაარსობრივად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ნახეთ, ერთი მოწმე იძახის აბსოლუტურად სხვა რამეს, მეორე მოწმე რადიკალურად სხვა ინფორმაციას აძლევს გამოძიებას, ისმის კითხვა, რომელიც სრულობს, რომელი არის გურწფელი, რომელი მალავს რამეს. ამაზე არ უნდა იმუშავა გამოძიებას? ამ მიმართულებით არ უნდა იმუშავა? თუ მხოლოდ ამით უნდა დაგმაყოფილდეს გამოძიება, რომ აი დავკითხეთ უამრავი პირი, არც ერთმა არ დაადასტურა კონფლიქტი, არც ერთმა არ დაადასტურა დანაშაულის შემადგენლობა, რაღაც დანაშაულებრივი ფაქტების არსებობა და შესაბამისად ვერაფერს ვერ დავადგენთ დანაშაულთან დაკავშირებით. ეს სწორი მიდგომა არის? ეს რა თქმა უნდა არასწორი მიდგომა არის. როდესაც მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება რადიკალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებთან დაკავშირებით, ობიექტურ გამოძიებას უნდა გაუჩნდეს კითხვის ნიშნები, რომელი მოწმე სრულობს და რომელი მოწმე და ტარიელ, აი ამას გეკითხებით, რომ რა ინტერესი ქონდა ძიებას, რომ ის არ ყოფილიყო ობიექტური ამ საქმეზე, თქვა ამას ვკითხულობ. აი ამაზე რას ფიქრობთ თქვენ? რატომ ქონდა ინტერესი, რომ არაობიექტური ყოფილიყო? აი ასე დაგისვამ კითხვას. მე ეჭვებზე და ვარაუდებზე მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუმცა გაქვთ ამაზე თქვენი რა თქმა უნდა, ჩემი ეჭვები მაქვს, ჩემი ვარაუდები მაქვს. მე ამ მიმართულებითაც მუშაობ და შეიძლება ძალიანაც მინდოდეს მე ყველაფერზე საჯაროდ ვისაუბრო, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან და გამომდინარე, მე ამ შეცდომას დღეს ნამდვილად არ დავუშვებ. თუმცა ძალიან ბევრ დეტალზე შემიძლია კიდევ ვისაუბრო, თუნდაც საქმის მასალებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ წაადგება უკვე მომდევნო საგამოძიებო მოქმედებებს. მაგრამ მე მინდა ეტაპობრივად მივყვე იმას, რომ დაუშვებელია რაიმე უტყუარად დადასტურებულად მივიჩნიოთ ამ გამოკითხვის ოქმებით. საინტერესო რა არის კიდევ ვიცით? არა თუ ამ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ანუ სხვადასხვა მოწმეთა მიერ დაფიქსირებული ინფორმაციები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ თავად მოწმეებიც ერთ პირველ გამოკითხვაში სხვა რამეს ამბობენ, შემდეგ იკითხებიან და ცვლიან მანამდე მიცემულ ინფორმაციას, მიწოდებულ ინფორმაციას, შემდეგ კვლავ იკითხებიან და რაღაც დეტალებს კიდევ კვლავ ცვლიან. როგორ შეიძლება სამი სიმართლე ქონდეს ერთი და იგივე? რა საკითხზე ტარიელ? რომელი საკითხი არის, რომელზეც აი თქვენ ყველაზე მეტად მოგხვდათ თვალში, რომ სხვადასხვა არის გამოკითხულების ჩვენებები? ყველა მნიშვნელოვან დეტალთან დაკავშირებით. ყველა მნიშვნელოვან დეტალთან. ერთი მითხარით და შემდეგ მინდა რომ გავუშვათ ის ინტერვიუ ანი გელაშვილის ერთი მონაკვეთი. ერთს გეტყვით, აი მაგალითად მოდი ვისაუბროთ როგორ დაიგეგმა სალოცავზე წასვლა. ამ საკითხზე არის ასთა სხვადასხვა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც კი. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციები ცარსახად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. აი დაუკვირდეთ რაში. აი მაგალითად კახა გელაშვილი ამბობს, რომ 30 წუთში დაიგეგმა ყველაფერი და ეს იდეა გაჩნდა, სასწრაფოდ დავგეგმეთ, მოვიძიეთ ყველაფერი, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ წავსულიყავით ძალიან მცირე დროში და ასე შემდეგ. იგივეს ამბობს ანი გელაშვილიც და თქვენს ეთერშიც მან იგივე ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომ 30 წუთში დაიგეგმა ყველაფერი და ეს იყო ძალიან სპონტანური, რომ უცებ გადავწყვიტეთ წასვლა, დაუგეგმავთ, მანამდე ეს დაგეგმილი არ ყოფილა და წავედით. აი ამას ამბობს. ახლა ის ამდენად დამაჯერებელია, რასაც ამბობს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თქვენ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთეთ, როდესაც კითხვებს უსვამდით ანი გელაშვილს და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივიღეთ მისგან, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს ინფორმაციები, რომელიც მისგან მივიღე, ეწინააღმდეგება იმ ინფორმაციებს, რომელიც მან მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს და იმ ინფორმაციებს ეწინააღმდეგება, რომელიც სხვა პირებმა, სხვა მოწმეებმა მიაწოდეს საგამოძიებო ორგანოს, მაშინ როდესაც გაფრთხილებული იყვნენ ცრუ ჩვენებაზე, არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომ ეს
იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული და თავად მოაწერეს ხელი ყველა გამოკითხვის ოფისს. კარგი, ტარიელ, ბოდიშტი რადგან გადახვედი უშუალოდ ანისთან დაკავშირებულ საკითხზე, აუცილებლად გავაგრძელოთ, მოდი შევთავაზოთ მაყურებელს ერთი ეპიზოდი ანი გელაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან ჩვენს ეთერში, TV პირველის დღის ამბების ეთერში, ვნახოთ ეს ფრაგმენტი და შემდეგ გავაგრძელოთ ტარიელ კაკაბაძესთან საუბარი. როგორც ახლა არის ხალხი ჩართული და ყველა დეტალს, ყველა ვიღაცის ფოტოებს აკვირდება და ითხოვენ, რომ ვიდეო მასალა, ფოტო მასალა ასე ვიყავით ჩვენ 12 წლის წინაც. ეს ვიდეო მასალა ჩვენ ნანახი გვაქვს. ეჭვიც კი არ შეგვიტანია, რომ ამას ჩვენთან რაიმე სახის კავშირი შეიძლება ჰქონოდა. საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას. დედა არის ძალიან ტრამვირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მისმის მისი. მხოლოდ ვიდეოს ავთენტურობა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ხმის ავთენტურობა. არის თუ არა გურიკას ხმა. თვითონ ვიდეოს გადამღები ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს გურიკა დადიანიძესთან, არანაირად არ ფლობდა ინფორმაციას ამ ამბავთან დაკავშირებით და იქ რომ ვინმეს რაიმე და ზოგადად რომ ვთქვათ, აი ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იქ რომ ვინმეს რაიმე სახის შველა სჭირდებოდეს ვიდეოში იქ მყოფი პირები და არაერთი ათეულობით ადამიანი ჩანს, რომელთაგან ერთ-ერთიც კი არ ვართ ჩვენ. საერთოდ არ ვართ იმ ვიდეოში ჩვენ, აუცილებლად რაღაცა სახის რეაქცია უნდა ჰქონოდათ. ეს ლოგიკურია, ხო? ამიტომ დანარჩენი მივანდოთ ექსპერტებს, არასოდეს არ დავკარგავ, რომ ის არის ცოცხალი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე პირველად მიწევს მე ასე პირდაპირ ეთერში ყურება და ვინიც ის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა რომ დაგვიბრუნდეს. მას სურდა მონასტერში წასვლა. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ ეს ვერსიაც გამოგვერიცხა და პირველივე თვეს ხაზგასმით ვამბობ, ხაზგასმით ამას ვერ ვიტყვი, მე რომ ეს ვიცოდე და ზუსტებით ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განხილოთ. ვისარგებლებ ახლა პირდაპირ ეთერის საშუალებით და რადგან ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი მეგობარი იყოს რომელიმე ეპარქიაში, რომელიმე მონასტერში. მინდა ვისარგებლოთ და მივმართო საპატრიარქოს და უწმინდეს მივმართოთ ხოვნით, რომ თუ კი იციან ჩვენი ისტორია და თუ კი ოდესმესმენიათ ჩვენი მეგობრის შესახებ რომელიმე ეპარქიაში თუნდაც ერთი დღით რომ ყოფილიყოს, ძალიან ვთხოვ რომ აცნობონო დედას, აცნობონ მამას, აცნობონ გამოძიებას. არასოდეს არ მქონია ესეთი საშუალება, რომ პირდაპირ ვინმესთვის თხოვნით მიმემართა და მადლობა რომ ეს საშუალება ახლა თქვენ მომეცით. თქვენ მიმართვის ადრესატად აირჩიეთ საპატრიარქო. ამავდროულად უშვებთ ვერსიას, რომ თქვენი მეგობარი გურამ დადიანიძე ცოცხალია. მიმართავდით მას და ეტყოდით რამეს თუ წეგან მიმართე და ახლა კიდევ რომ მიმართო ალბათ ემოციას ვეღარ შევიკავებ. მიმართეთ? თქვენ საპატრიარქოს მიმართეთ? კი ბატონო, გურიკასაც მიმართე და თუ გასაგები იქნება გაიგებს კიდევ. ეს არის ერთი ფრაგმენტი აი ამ ინტერვიუდან, რომელსაც როგორც აღნიშნე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოებაში. ჩვენ საუბრობთ ამიტომ ტარიელ კაკაბაძესთან და ეხლა რა კითხვითაც მინდა გადავიდეთ, ტარიელთან ეს მონაკვეთი აქ არ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გამორჩენია მაყურებელს ფოტოების საკითხი. ტარიელ, თქვენ დაიწყეთ ლაპარაკი იმით, რომ კითხვის ნიშნების შემცველი არის, თქვენ გიჩნდებათ ყველა შემთხვევაში კითხვა, თავად ამ ექსკურსიის დაგეგმვის პირველ ეპიზოდთან, როდის და როგორ დაიგეგმა ეს. ამავე ინტერვიუში სხვათა შორის ჩვენ ქონდა კითხვა იმაზე, არსებობდა თუ არა ფოტომასალა, რომელიც უშუალოდ ლომისაზეა, ხო, გადაღებული, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის ტაძარია, ერთი დღე წელიწადში, რომლისთვისაც ემზადება უამრავი ადამიანი, მორწმუნე, ექსკურსანტი და შესაბამისად ლოგიკურად ჩდება კითხვა, არსებობდეს უნდა თუ არა ერთი ფოტო მაინც, რომელიც უშუალოდ ტაძრის მიმდებარედ არის გადაღებული და ჩვენ ვიცით, რომ ის ფოტო არის ქვევით, ასე გვეუბნება სწორედ ანი და სხვების ამგვარ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩემი კითხვის ნიშანი ამას ეხებოდა, აი გითხარით თქვენს კითხვის ნიშნებზე. ამ ინტერვიუს გათვალისწინებითაც ის ხმა არ არის, ვითხოვთ ხმის ექსპერტიზას და ბევრი სხვა საკითხი, რაზეც მახვილდება ყურადღება. თქვენ მას დავსვით ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ფოტოებთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ არავის ფოტო ლომისაზე არ გადაუხეს, სალოცავთან ფოტო არ გადაუხია. ანუ მისი პასუხი იყო, ლომისაზე ფოტო არ გადაღებული. კი ბატონო. მე ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას. ეს პასუხი ეჭვებს არაჩენს 16 ადამიანი მინიმუმ
თუ ავიდა სალოცავზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თუ ადიოდნენ. დიახ. როგორ ერთმა მაინც ფოტო არ გადაიღო სალოცავზე. ერთმა ადამიანმა მაინც როგორ ფოტო არ გადაიღო. ერთმა ადამიანმა როგორ ვიდეო არ გადაიღო. ერთწამიანი ვიდეო მაინც როგორ არ გადაიღო. ეს ეჭვებს არ აჩენს. რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აჩენს. შემდეგ რა მიმართულებით? შემდეგ რა მიმართულებით აჩენს, რომ ავიდა თუ არა საერთოდ ადამიანი მომისაზე? გამასროლებინეთ და გაიგებთ. ასევე შემდეგ ის რომ თურმე მაინც და მაინც კარტა აფეთქდა თუ გაფუჭდა ტელეფონის მაშინ როდესაც სალოცავზე უნდა წასულიყვნენ. მაინც და მაინც იმ დღეს თუ წინა დღით გაფუჭდა. ეს კითხვებს არ აჩენს, რა თქმა უნდა. და მაინც და მაინც ის ადამიანი რომ იკარგება, რომელსაც ტელეფონი გაუფუჭდა, თუ ნომერი გაუფუჭდა და რომელიც ტელეფონის გარეშე იყო იქ. ეს კითხვებს არ აჩენს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა აჩენს. დიახ. რაც შეეხება ვიდეოს, ვიდეოში ჩანს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ნახეთ, რომ კონკრეტული პირი სხვა პიროვნებას, სთხოვს დახმარებას, მისი ტონი, ინტონაცია, მისი ხმა აშკარად გვეუბნება იმას, რომ ეს ადამიანი გასაჭირშია და შინაარსი ის ითხოვს დახმარებას. დიახ. ის ითხოვს შველას და ეხვეწება. არ მიმატოვო. არ მიმატოვო, ამ სიტყვებს ეუბნება. როგორ შეიძლება თუ იცოდნენ ამ ვიდეოს შესახებ და თურმე ცოდნიათ, როგორ შეიძლება თავად არ გაჩვენოდათ კითხვები? ვინ არის ეს ადამიანი? ვინ ითხოვს შველას? ან ამდენი ხანს თუ ეს გურამ დადიანიძე არ იყო, რატომ არ გამოჩნდა ის ადამიანი, ვინც შველას ითხოვდა? რატომ არ გამოჩნდა ის ადამიანი, ვინც შველას ითხოვდა? 12 წლის წინ დადებული ვიდეო. ან ვისაც შველას თხოვდა. წარმოიდგინეთ, აქ ჩანს ამ ვიდეოში, რომ დღის სინათლეა და დღე არის გადაღება. დღე არის გადაღება. დიახ. გამოკითხვის ოქმებში არის დაფიქსირებული თითქოს ღამე დაიკარგა გურამ დადიანიძე. ნახეთ. და ზემოთ სალოცავზე არც ერთი ფოტო თურმე გადაღებული არ არის. საერთოდ ეს ყველაფერი აჩენს შემდეგ კითხვის ნიშანს. რომ იქნებ საერთოდ არც ასულა ეს ბავშვი ზემოთ და იქნებ მანამდე დაიკარგა. მე ვამბობ, რომ არსებობს კითხვის ნიშნები და სანამ ამ კითხვის ნიშნებზე პასუხი არ იქნება გაცემული, მე გავაგზელებ კითხვების დასმას და მე გავაგზელებ სიმართლის დადგენას ამ საქმეში. რაც შეეხება ამ ვიდეოს, კიდევ მინდა გავაგზელო, იმიტომ რომ ეს უნიშნელოვანესი მტკიცებულება არის, რომელიც თურმე იცოდნენ, რომ არსებობდა. ნახეთ, აუცილებელია და მიდის ამ კუთხით მუშაობა, დადგინდეს, ვინ არიან ის პირები, ვინ ჩანან ამ ვიდეოში. აუცილებელია. და თუ გურამ დადიანიძე არ არის ეს პიროვნება, მაშინ ვინ არის? ჩვენ გვჭირდება ამ პიროვნების სახელი და გვარი. და ვისაც თხოვდა შველას, იმ პიროვნების სახელი და გვარიც გვჭირდება ჩვენ. თუ ეს ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის რომელიმე ის ადამიანი, რომელიც გურამთან ერთად წავიდა იქ. და რაც შეეხება დედის ნათქვამს, ექსპერტიზაზეც გვიქნა. დედის ნათქვამს, რომ ეს ნამდვილად მისი შვილის ხმა არის. ანუ ჩვენ როდესაც ვნახეთ აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში, მე მაშინვე დავუკავშირდი ქალბატონ სოფიოს დედას და მან სარსახად დამიდასტურა, რომ ეს არის ნამდვილად მისი შვილის ხმა და მისი შვილის ხმა მისთვის მარტივი გასარჩევია ნებისმიერი ხმისგან და მე მგონი უნდა ვენდოთ ხომ დედას, რომ დედისთვის შვილის ხმის გარჩევა ძალიან მარტივია. მე მინდა გითხრათ, რომ მარტო დედა არ ამბობს, რომ ეს გურამის ხმა არის, სხვა უამრავი ადამიანთან მქონდა ჩვენ კომუნიკაცია, რომლებიც ასევე სარსახად ადასტურებენ, რომ ეს არის გურამის ხმა. თუმცა გამოდის კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ახლა უსმინეთ და რომელიც თქვენ ყავდათ ეთერში და ამბობს, რომ კატეგორიულად ამბობს, რომ ეს გურამის ხმა არ არის. სვამ კითხვას, რატომ უნდა დაუჯერო მე იმ ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად ყოველი გამოსვლის დროს, ან ყოველი გამოკითხვის დროს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს აძლევს გამოძიებას და აწვდის ასევე საზოგადოებას და სხვადასხვა რამეს ყვება. ურთიერთგამომრიცხავ ახალ ფაქტებს ყვება ხშირ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს აფიქსირებს. ასევე რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც სხვა მოწმეების ჩვენებებს ეწინააღმდეგება, რატომ უნდა დაუჯერო მე ამ ადამიანს და არ უნდა დაუჯერო დედას, რომელიც არასდროს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას არ აფიქსირებს არც ერთ გამოკითხვის ოლქში, არც საჯაროდ,
არც პირად საუბრებში და გამწარებული ქალი 12 წელი იბრძვის მარტო ყველას დახმარების გარეშე საკუთარი რესურსებით და ეძებს თავის შვილს. მათ შორის იმ მონასტრებში, რომელი მონასტრების გაშენდა. აქცენტი გაკეთებული და ხმის ექსპერტიზას დანიშნულია, ხო? რაც შეეხება ექსპერტიზას. მოგეხსენებათ, რომ აქ ჩვენ სწორი ტერმინი უნდა გამოვიყენოთ. ერთი არის ავთენტურობა, მეორეა ხმის იდენტიფიცირება. ავთენტურობა რა არის? არის თუ არა ნამდვილი ეს ვიდეო? ხომ არ არის მაგალითად გამოყენებული რაიმე მაქინაცია, ან თუნდაც ხელოვნური ინტელექტით ხომ არ არის გაკეთებული ეს ვიდეო, ხომ? ან რაღაც მსგავსი ხომ არ არის გაკეთებული, ან სხვისი ხმა ხომ არ არის დადებული. აღნიშნული საერთოდ ეჭვს არ იწვევს, მინდა გითხრათ, და ავთენტურობას როგორც ექსპერტიზა დაადასტურებს ამ ვიდეოს. ასევე ის პიროვნება, ვინც გადაიღო და ვინც ატვირთა, თავად ისიც მინდასტურებს, რომ იქ არაფერი არ არის საერთოდ, დადებული ხმა საერთოდ არ არის, არანაირი ინტერესი მას არ ქონდა, რომ ხმა დაედო. დადიანიძის შესახებ იცის მან რამე? 12 წლის წინ მას ნამდვილად ვერ დაესიზრებოდა ის, რომ 12 წლის შემდეგ ვიღაცა გამოიყენებდა ამ ვიდეოს და ადვოკატი დაურეკავდა და დაუსვამდა კითხვებს ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. პირდაპირ გეუბნებით, რომ ავთენტურობა საერთოდ საეჭვო არ არის. რაც შეეხება ხმის იდენტიფიცირება, ამას სჭირდება რაიმე სხვა აუდიო ჩანაწერი გურამ დადიანიძის, რომლის ხმაც უნდა შედადეს იმ ხმას, რომელი ხმაც ვიდეოში აქვს ოჯახს მსგავსი. ჯერჯერობით მსგავსი არ არის მოპოვებული, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ხმა, მსგავსი ჩანაწერი ნამდვილად გვექნება, რომელსაც შევადარებთ. თუმცა ამ ვიდეოში ჩანს არაერთი პიროვნება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პირების მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია. და თუ გურამის ხმა არ არის, ვინ იყო სხვა პირი მაშინ გასაჭირში? ეს ადამიანები ხო დაინახავდნენ, ხო გაიგონებდნენ მაინც ამის შესახებ. თავად ვიდეოს ავტორმა მე მითხრა დაახლოებით გავსი რამ, რომ ალბათ იმიტომ შევწყვიტე გადაღება, რომ აღნიშნული ხმა კაცს მიფუჭებდაო. შესაბამისად, იქ ბუნებრივია ძალიან ახლოს იმყოფებიან ადამიანები, ძალიან საკმაოდ ხმამაღლა ყვირის კონკრეტული პიროვნება და ითხოვს შველას და ბუნებრივია იქ ვინმე მაინც გაიგონებდა. ამ მიმართულებით არის საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი. და ის პოზიცია, რომ თითქოს აქ მოწმეების ჩვენებებით არაფერი არ დგინდება და მორჩა გამოძიება დასრულებულია და უნდა შევწყვიტოთ ყველაფერი. მეც არცახად ვეწინააღმდეგები, რა თქმა უნდა, ამ პოზიციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ მოწმეები რაღაცას მალავენ, თუ ერთმა ან ორმა პირმა რამე იცის და მალავს და მისი გამოკითხვის ზოქმით ბუნებრივი არაფერი დადგინდება, ხომ ასეა? სწორედ ამიტომ არის დამატებით მუშაობა საჭირო, რომ ჩვენ ნეიტრალური მტკიცებულებები მოვიპოვოთ. და ამ ვიდეომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვიდეო საჭიროებს დამატებით შესწავლას. თუნდაც იმ პირების გამოკითხვის კუთხით და კიდევ დამატებით სხვა საგამოძიებო მოქმედებების კუთხით. ამას შეიძლება ბევრი რამ შემოატრიალოს ამ საქმეში. გურა, მოდი გითხარით მამიდის საკითხზე. აზრთა სხვადასხვაობა და რა ხდება კონკრეტულად ამ მიმართულებით? აი რა შეგიძლიათ რო თქვათ გურამ დადიანიძის მამიდის საუბრის და იმ განცხადებების შესახებ, რომელზეც ის ლაპარაკობს? რაც შეეხება გურამ დადიანიძის მამიდას და არა მარტო მამიდას, თუნდაც საუბარი მაქვს გელაშვილებზეც და ყველაზე. მე არავის ხეს არ ვადებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არასდროს რომ არ იყოს აღქმული, მე ყველა ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას პატივცემ და აქ მე არ ვსაუბრობ, რომ ვინმე დამნაშავეა, ვინმე უნდა დააკავონ სასწრაფოდ და ასე შემდეგ. მე იურისტი ვარ, მე ადვოკატი ვარ და მსგავს რამეს უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ვინმეს დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას პირველ რიგში მე შევეწინააღმდეგები ყოველთვის ყველა საქმეში, მათ შორის ამ საქმეშიც. მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ ობიექტური გამოძიება არ ჩატარდეს და ვიღაცამ დააიგნოროს ის მნიშვნელოვანი შეკითხვები, რომელიც ნამდვილად გვაქვს. და მამიდასაც შეეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მამიდა უნდა იყოს ის ადამიანი, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. ჩვენ ვიცით, რომ მასთან ძალიან ახლოს იყო გურამი, ჩვენ ვიცით, რომ სწორედ მასთან იყო გურამი, როდესაც წავიდა ლომისაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისი ინტერესი უნდა იყოს, რომ ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები ობიექტურად. როდესაც მიძინებული იყო საქმე, ჩაერთო ადვოკატი და გამოფხიზლდა გამოძიება,
ასე რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ. და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მამიდას ადვოკატის მიმართ კი არ უნდა გაუჩნდეს აგრესია და რაღაც ნეგატიური დამოკიდებულება. პირიქით, უნდა უხაროდეს ადვოკატის ჩართვა საქმეში და უნდა გამოხატავდეს სურვილს, რომ ითანამშრომლოს ადვოკატთან. მეტი ინფორმაცია მომაწოდოს, თუნდაც თავისი ვერსიები მომაწოდოს. სწორედ ამიტომ მე მას ვთხოვე შეხვედრა. მე ქალბატონ სოფიოს ვუთხარი, ქალბატონი სოფიო დაუკავშირდა, თხოვე შეხვედრა. 1 დღე, 2 დღე, 3 დღე მე მას ველოდი და შემდეგ უკვე როდესაც მოვისმინე პოზიცია, რომ მას არ სურს ჩემთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, აღნიშნულმა პასუხმა კიდევ არაერთი შეკითხვა გამიჩინა მე პირადად. ამის შემდეგ მან დაინახა, რომ საზოგადოებას ჰქონდა ძალიან უარყოფითი რეაქცია მის საქციელთან დაკავშირებით და დაახლოებით 1 კვირის შემდეგ სრულიად შემთხვევით დილით ხედავ, რომ ვიღაცამ მიგზავნის TikTok live-ს, სადაც საუბრობს აღნიშნული ქალბატონი და გარკვეულ პირებს ჩაერთო TikTok-ზე და რაღაც ინფორმაციებს ყვება. რა არის საინტერესო, იცით, ანუ როგორ შეიძლება რომ ადვოკატთან კომუნიკაცია არ სურდეს, ადვოკატის კითხვების მოსმენა არ სურდეს, ადვოკატის მოსაზრების მოსმენა არ სურდეს და სხვა პირებს ერთვებოდეს TikTok-ზე და იქ აფიქსირებდეს ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია და მე არ მესმის უბრალოდ. ასე მშვიდად, ასე წყნარად, როგორ არის ეს ადამიანი, ან სხვა ადამიანები, რომლებმაც თავად იციან კარგად, რომ გამოძიება ჩატარებული არ არის ამ საქმეზე. თავის დროზე არაფერია გაკეთებული ჭეშმარიტების დასადგენად და ამ ადამიანების ინტერესში უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ჭეშმარიტების დადგენა. და როგორ შეიძლება ასე ცარსახად ამბობდნენ თუნდაც იმას, რომ ცოცხალია. მეც მინდა, რომ ასე იყოს და ჩვენ არ ვიცით, ცოცხალია თუ გარდაცვლილი არის. ჩვენ არ ვიცით. ღმერთმა ქნას, რომ გურამ დადიანიძე იყო ცოცხალი. თუმცა ამას სჭირდება მუშაობა, ამას სჭირდება მოკვლევა და წინასწარ კატეგორიულად რომ მე გამოვიდე, ასე ხელახებით ვამბობდი რომ ცოცხალია, მონასტერშია, ერთ მონასტერშია, მეორე მონასტერშია, სადაც იმალება, ამის თქმის უფლება საკუთარ თავს როგორ უნდა მივცე, უბრალოდ ვერ ხვდები უტყუარად დადგენის გარეშე, უტყუარად გამოკვლევის გარეშე. ტარიელ, თქვენ ახსენეთ ვიდეოს, ვინც გადაიღო ის პირი და აქ ჩდება კითხვა. ანუ ეს ადამიანი რას გპასუხობთ თქვენ, მას ჰქონდა რაიმე ცნობა, იცოდა გურამ დადიანიძის შესახებ რაიმე? ან ის შველის ხმა, რომ ისმის ჩანაწერში, თქვათ, ამან გამოიწვია ინტერესი მასში რაიმე ტიპის, ანუ მსვლელობა ჰქონდა ამ ფრაზას, თქვათ, აი რო გაიგო, დაინახა, რომ ვინმე მივიდა ამ ადამიანს დაეხმარა, შემდეგ ეს ადამიანი ვიზუალურად დაიმახსოვრა, არ დაიმახსოვრა. აი ამ ნაწილზე რა შეგიძლიათ რომ თქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესი წვევს ეს ჩანაწერი და არ ვიცი, მე მართლა არ მეგულება ადამიანი. მე თვითონ შვილების დედა ვარ, ქალბატონის სოფო დედა, დაკარგული შვილის, აი მართლა ყველა ჩვენგანი შეძრა ამ ხმამ. და ბუნებრივია არის ძალიან დიდი ინტერესი რომ გურამი რომც არ იყოს, აი ვინ იყო ამ ადამიანს დაეხმარნენ, რა ხდებოდა იქ? რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ეს კიდევ ცალკე თემა არის. კი, მესმის უბრალოდ აი სარგებლობ მომენტით და გეკითხებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამაზე არის ინტერესი საზოგადოების. მადლობა ამ შეკითხვისთვის. ვიწყებ პასუხის გაცემას, ნახეთ. მე როდესაც მას დაურეკე, ანუ ვიდეოს ავტორს და ვინც შემდეგ მოათავსა YouTube-ზე აღნიშნული ვიდეო 12 წლის უკან. საკმაოდ გვიან იყო, მაგრამ ვერ მოვითმინე და მე მას დაურეკე და ვესაუბრე. და მე ვუთხარი, რომ მე ვარ გურამ დადიანიძის ადვოკატი და ვინ არის გურამ დადიანიძე, რა შუაშია გურამ დადიანიძე ამ კონკრეტულ ვიდეოსთან და მე აუხსენი, რომ ეს არის 17 წლის ასაკში დაკარგული ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად მთელი საქართველო ეძებს და მან მე მითხრა, რომ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა. დიახ. პირველად გაიგო ჩემგან. დიახ. ასეთი რაღაც მითხრა. მე მას ვუთხარი, რომ თუ შეუძლია გაიხსენოს კონკრეტული პიროვნება, ვისაც გასაჭირი ქონდა, პრობლემა ქონდა და ის მეუბნება, რომ მსგავს მე ვერაფერს ვერ ვიხსენებ, თუმცა სავარაუდოდ აღნიშნული ხმა მიფუჭებდა კადრს და გადაღება შევწყვიტეო. ამის შემდეგ მე მას ვკითხე, ქონდა თუ არა სხვა კადრები? დიახ. ქონდა თუ არა სხვა კადრები? იმ დღეს გადაღებული კადრები, ვინაიდან შესაძლოა რომელიმე ჩვენთვის ყოფილიყო მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მე მაინტერესებდა ასვლის კადრები, რა თქმა უნდა. ასვლის კადრები. ვინაიდან აღნიშნული ვიდეო გადაღებული არის მაშინ, როდესაც სალოცავზე ადიოდნენ. შესაბამისად, თუ სხვა კადრიც იქნებოდა,
შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი გამოჩენილიყო. მეორე დღეს ჩემმა თანამშრომლებმა მას გამოართვა ყველა ის ვიდეო, რომელიც მან ჩვენ მოგვაწოდა და სამწუხაროდ მხოლოდ ერთადერთი ასვლის კადრი არის ის კადრი, რომელიც YouTube-ზე დევს. ყველა სხვა კადრი არის ჩამოსვლის კადრი და არსად გურამ დადიანიძე დაფიქსირებული არ არის. დაუკვირდით რა არის საინტერესო. უამრავ კადრში, უამრავ ვიდეოში მხოლოდ ეს არის ერთადერთი კადრი, დანარჩენი ყველა არის ჩამოსვლის კადრი. იქ მაინც და მაინც იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, არავის არ გადაუღია არაფერი. მათ შორის, როდესაც ასულები იყვნენ სალოცავზე, იქაც 16 კაციდან არავის არაფერი გადაუღია, წარმოიდგინეთ. ეს რომელ საათზეა გადაღებული? ის რა მონაკვეთია და ეს არის დღის მონაკვეთში გადაღებული. ეს არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ვერსია, რომ თითქოს მანამდე იქ არავის არანაირი გასაჭერი არ ქონდა და არავისთან კონფლიქტი არ ქონდა, არავის რაიმე პრობლემა არ ქონდა და ისე ავიდა ყველა და ისე დაღამდა და შემდეგ უცებ გაუჩინა და გურამ დადიანიძე ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ვიდეო იქნეს კარგად შესწავლილი. ამან შეიძლება თლიანად შეცვალოს გამოძიების ვითარება. კი ბატონო, ტარიელ ბუდიშგიხტი, აი ეს კითხეთ, თქვენ ხომ არ დაინტერესებულ ხართ იმით, ვინ იყო ეს? აი იქვე მყოფებით აინტერესდნენ იმ ადამიანის გასაჭერით? მე პირდაპირ გურამი რომც არ იყოს სხვა უჭირდა და რა აქნეს ამ ადამიანებმა? მე მას გარკვეული შეკითხვები დავუსვი. ამ საკითხზე თქვით. რა თქმა უნდა, მე მას და უშველეს იმ ადამიანს? და მან საერთოდ ასეთი პასუხი გამცა, რომ საერთოდ არ უნახავს ერთი ადამიანიც კი, ვისაც პრობლემა ჰქონდა და საერთოდ არ იცის ეს ვისი ხმა არის. ასეთ პასუხი გამცა. ანუ გადაღების მომენტში მას არ მოხვდა ეს ხმა ყურში, თუმცა ხო გააჩერა გადაღება იმიტომ, რომ ხელს უშლიდა ეს. სავარაუდოდ მოისმინა, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს ხმა კაცს უფუჭებდა, შეწყვიტა გადაღება, მაგრამ მას არ უთქვამს ჩემთვის, რომ დაინახა ვინმე კონკრეტული პირი. აი, მე ვსვამ მარტივ შეკითხვას. თუ ვინმეს გასაჭერი ქონდა და ჩანს ხომ ამ აუდიო ჩანაწერში? კი ბატონო. ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი. და ადამიანი ითხოვს დახმარებას, ითხოვს შველას. როგორ შეიძლება? იმ უამრავი ადამიანიდან. ერთს არ გაეგონა, ან არ დაინახა. რომც არ იყურებოდეს კონკრეტული მიმართულებით, როდესაც გესმის ადამიანს, ვიღაც შველას ითხოვს, ხო? როგორ შეიძლება არ გაიხედო? დახმარებას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ გახედვა. და ანუ რა უბრალოდ დანახვა. როგორ შეიძლება რომ ყველა ამბობდეს რომ მე ვერ დავინახე, მე არ გამიხედავს და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობ რომ ყველა ის პირი შესაძლოა გარკვეული ზემოქმედებაა მომხდარი. უნდა იქნეს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ამ ვიდეოში ჩანს. ამ 20 პირში ვინც არიან გამოკითხულები, არ არიან ის პირები, ვინც ამ ვიდეოში ჩანან, ტარიე? მე რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდები მაქვს. მე რა თქმა უნდა, ჩემი ინფორმაციები მაქვს. ყველაფრის გაჟღერებას არ ვაპირებ, მაგრამ მე ვამბობ ესეთ რამეს. დღეს რომ აუცილებელია ყველა იმ პირის იდენტიფიცირება 100%-ით, ვინც იმ ვიდეოში ჩანს და მეტიც, ვინც იმ ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ადგილას იმყოფებოდა. მე ვკითხულობ, რომ ჭის შესახებ არის მაყურებლის ინტერესი. შეგიძლიათ უპასუხოთ ტარიელ, აი ჩაბეტონებული ჭა ეს კითხვის ნიშნების შემცველია. აღნიშნული ჭასთან დაკავშირებით მეტ ძალიან ისეთ დეტალებში რომ არ შევიდე, ნამდვილად სამძებრო სამუშაოები ჩატარდა. გაიხსნა, გამოთავისუფლდა ბეტონისგან. აქ როგორც აღმოჩნდა, სასმელ წყალს იღებენ ჭიდან, როგორც აღმოჩნდა. დიახ, იქ ჭა არის, მოქმედი ჭა როგორც აღმოჩნდა. ქალბატონი სოფიო სხვათა შორის ესწრებოდა მთელ რიგ პროცესს, რა თქმა უნდა, ჩემთანაც კონტაქტზე იყო, კავშირზე იყო. ჭის გარდა ასევე იყო რამდენიმე ადგილი, ძალიან საგულისხმო ადგილი, სხვათა შორის მე მინდა მადლობა გადაუხადო საზოგადოებას, ისინი მაწვიდნენ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომელიც შემდეგ თუნდაც ამ სამძებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში ძალიან დაგვეხმარა. გვაწვიდნენ და შემდეგ უკვე მე ამ ინფორმაციას ვაწვდიდი გამოძიებას. და შემიძლია გითხრათ, რომ რაც შეიძლებოდა იმ დღეებში გაკეთებულიყო ამ მიმართულებით, ნამდვილად გაკეთდა იმ კონკრეტულ დღეებში ამ მიმართულებით სამძებრო ღონისძიებების ჩატარების კუთხით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სხვა ვერსიებს უნდა გავაკეთოთ აქცენტი,
კონცენტრაცია და აუცილებლად უნდა დავადგინოთ როგორმე რა ვითარებაში გაუჩინა და გურამ დადიანიძე. საინტერესო რა არის, რომ ეს არის საქმე, სადაც გურამის გაუჩინარებაზე ძალიან ბევრი მოწმე საუბრობს. ამიტომ ეგეთი ტერმინი მახსენდება, რომ საქმეში იმდენი მოწმეა, რომ სიმართლე უმცირესობაში არისო. ესეთი ფრაზა არსებობს და ამ საქმეშიც ისეთი ჩვენებებია და თუნდაც გაუჩინარებასთან დაკავშირებით იმდენად არადამაჯერებელი ინფორმაციები არის დაფიქსირებული საგამოძიებო ორგანოსთან, სიმართლე მართლაც უმცირესობაშია კი არა, სიმართლე საერთოდ არ არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ძალიან ბევრ კითხვას ნამდვილად გავცემთ პასუხს. მე პირადად მივიღე ბოლო დღეებში კიდევ ახალი ინფორმაციები და მუშაობ ამ ინფორმაციების გადამოწვევის კუთხით და როდესაც დავინახავ, რომ ჭეშმარიტებას შეესაბამება, მე რა თქმა უნდა საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ტარიელ, ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, ამ კითხვებზე გაცემული პასუხებისთვის და როგორც ხედავთ, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტებთან გვაქვს საქმე და გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა. ერთი რაღაც მინდა დავამატო, მე დავიწყე. ჩვენ არ გემშვიდობებით იცის მაყურებელმა, რომ ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში გავაგრძელებთ ლაპარაკს ნატავიბლიანის ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე 35 წლის შემდეგ გამოავლენენ თუ არა ბრალდებულებს. მე ერთი რაღაცას რა მინდოდა, როდესაც საუბრობდი კახა გელაშვილის გამოკითხვის ოგზე, თუნდაც ანი გელაშვილის მიერ, თუნდაც აქ დაფიქსირებული ინფორმაციასთან დაკავშირებით და ასევე გამოკითხვის ოგზე, მე გითხარით, რომ ეწინააღმდეგება ძალიან ბევრ ნაწილში სხვა მოწმეებს, მათ შორის წასვლის და დაგეგმვის ნაწილში და გითხარით, რომ ამობენ, რომ სპონტანურად 30 წუთში გადაწყვიტეს, დაგეგმეს და გეგმა მოიყვანეს სისრულეში. ტელეფონის ეპიზოდი. თუმცა ყველა სხვა პირი, თითქმის ყველა სხვა პირი, ვისაც კითხვა დაისვა, შემიძლია გვარებიც გავაჟღერო, კიკნაძე, არევაძე, ოდიშვილი და ასე შემდეგ ამბობენ, რომ 30 წუთში კი არა, რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავდით წასვლას. წინა დღეებში დაიგეგმა და იცით ვის სახში დაიგეგმა, რას ამბობენ? გელაშვილების სახში დაიგეგმა ლომისაზე წასვლა. მაშინ ისმის კითხვა. რა ვიცი, თუ გელაშვილების მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია ჭეშმარიტება არის, ამ ნაწილშიც კი ყველას და ყველაფერს რატომ ეწინააღმდეგება? ან რა ინტერესი აქვთ საზოგადოება დააჯერონ, რომ თურმე სპონტანურად გააკეთეს ეს ყველაფერი და 30 წუთში თურმე მოხდა ამ ყველაფრის დაგეგმა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია თუნდაც დაგეგმის ეპიზოდთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიდი მადლობა ტარიელ, მადლობა.